მამუკა ხაზარაძის შემდეგ საქალაქოს მოსამართლის კითხვებს ძლიერი საქართველოს ოფის მენეჯერი და კოალიციის იურისტი პასუხობენ. მათი გამოკითხვა ოცნების პროკურატურამ მოითხოვა. მიზეზი ისაა, რომ გაერთიანების წევრებმა არ ჩაიბარეს ის წერილი, რომელიც პარტიაში მივიდა ბადრი ჯაფარიძის სახელზე. პროცესი საქალაქოში ამ წუთებში მიმდინარეობს, იქ ლიზი ვეკუა მუშაობს, რომელიც დეტალებით გვერდება პირდაპირ ეთერში. დიახ, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში იკითხება ძლიერი საქართველოს ადვოკატი თორნიკე ართქმელაძე, ის რამდენიმე წუთის წინ შევიდა გამოკითხვაზე. ასევე დაბარებულია დღეს გამოკითხვაზე პარტიის ოფის მენეჯერი ეკა გიორგობიანი. ეს ორი ადამიანი ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ დაიბარა მას შემდეგ, რაც ბადრი ჯაფარიძე დაიბარეს ეგრეთ საგამოძიებო კომისიაში, წულუკიანის საგამოძიებო კომისიაში და ის არ გამოცხადდა ამ სხდომაზე. ამის შემდეგ მივიდა მათთან წერილი, პარტიის ოფისში მივიდა წერილი ბადრი ჯაფარიძის სახელზე, რაც არც ოფის მენეჯერმა არ ჩაიბარა და არც თორნიკე ართქმელაძემ და მათი თქმით მათ ამის სრული უფლება ჰქონდათ, რადგან ეს წერილი იყო მისული ბადრი ჯაფარიძის სახელზე და იმ შემთხვევაში თუ უწყება იქნებოდა პარტიის სახელზე მისული, ისინი აუცილებლად ჩაიბარებდნენ ცხადია ამ წერილსაც. აქ ასევე შეკრებილები არიან სხვადასხვა წევრები ძლიერი საქართველოს, რომლებიც ამბობენ, რომ რეჟიმი ამ ყველაფრით ცდილობს მათ დაშინებას, თუმცა მათ ეს ყველაფერი ცხადია არ გამოუვაც. ამ ეტაპისთვის ჩემთვის უცნობია კონკრეტულად რა კითხვები აქვს პროკურატურას ჩემთან, თუმცა სატელეფონო საუბრისას მათ მითხრეს, რომ ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით სურთ მოწმის სახით დამკითხონ. ჩვენ არაფერი არ გვაქვს დასამალი, როგორც განვაცხადე გუშინ, მოვედი აქ და მზად ვარ მივცე ჩვენება და უპასუხო მათ. სავარაუდოდ ეს არის ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადება. არავითარი რაღაც სამართლებრივ პროცედურასთან კავშირი არ აქვს, ეს არის სრულად პოლიტიკური პროცესი, რაც დღესა გაიმართება. მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა პარტიაში. წინასწარ ვერ ვისაუბრებთ ახლა თემებზე, თუ რა თემაზე შეიძლება იყოს მოსამართლესთან საუბარი, დაკითხვა მათი მხრიდან. ძირითადად ეს არის კორესპონდენციის ჩაბარებასთან დაკავშირებით, ბატონ ბადრი ჯაფარიძეს წერილთან დაკავშირებით. რო უნდა დაებარებინათ და ტელეფონით ვერ დაუკავშირდნენ, გამოაგზავნეს წერილით. არასწორი ადრესაცია იყო გაკეთებული, რო ყოფილიყო ძლიერ საქართველოს, რა თქმა უნდა წერილი იქნებოდა ჩაბარებული. მაგრამ ვინაიდან ეს არის პერსონალური წერილი უნდა ჩაებარებინა უშუალოდ ბადრი ჯაფარიძეს და იმდენად აბსურდული სიტუაცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოლიტიზირებულია. ეს არის მიმართული, რაც გუშინ წინ გამოაცხადეს, რომ ყველა პარტიას, რომელიც ჩვენ არ მოგწონს, უნდა დავხუროთ, გამოიძახეს, რატომ არ ჩაიბარეთ წერილი. ეს არის ამ ცირკის გაგრძელება, მორიგი სერია. ჩვენი პარტიის თანამშრომლებს, იურის იბარებენ, არ ვიცით რატომ, გაურკვეველია უბრალოდ და მიმდინარეობს ვითომ მათი კუთხით და მათი გაგებით ამ ადამიანების დაშინება. არავის არაფერს არ ეშინია, ყველაფერი ღიად თქვა. ბატონო მამუკა ხაზარაძემ ღიად დააფიქსირა თავის პოზიცია. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში მზად არიან, თუნდაც აი ამ მართული სასამართლოს პირობებში ნებისმიერ კითხვას გასცემ პასუხი. როგორც უკვე გითხარით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მაგისტრ მოსამართლესთან იკითხება ძლიერი საქართველოს ადვოკატი თორნიკე ართქმელაძე და მალევე უნდა შევიდეს ოფის მენეჯერი ეკა გიორგობიანიც. შეგახსენებთ, რომ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ შექმნა წულუკიანის საგამოძიებო კომისია, სადაც თია წულუკიანი იძიებს 2003 წლიდან 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს, ეგრეთ წოდებულ ჩადენილ დანაშაულებს იმდროინდელ ხელისუფლებასადმი და ისინი ამ თემასთან დაკავშირებით იბარებენ სხვადასხვა პოლიტიკოსებს, ამ რიგებში მოხვდნენ როგორც მამუკა ხაზარაძე, ასევე ბადრი ჯაფარიძე და არც ერთი მათგანი ამ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა.